բոլივისაც. მივესალმები მაყურებელს. ჩვენ ხო ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ქართული ოცნების ხელისუფალნი, უმაღლესი რანგის პირები, პრემიერ-მინისტრები, თავდაცვის მინისტრები და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თანამდებობა და პოზიცია ჩემთვის. ასევე, აღარ საუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ინფრასტრუქტურაზე მუშაობდნენ და ასე შემდეგ. ჯანდაცვის სამინისტრო ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური სამსახური უნდა უზრუნველყოფდეს სხვა ადამიანების დახმარებას და ამ სამსახურის მაღალი ჩინის წარმომადგენელი რომ იპარავს ფულს და სახლში მიაქვს ეს კიდევ რაღაცა მე ვფიქრობ რომ სხვა ფსკერია ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში სადაც ეს ადამიანები იპარავენ რა თანხებზე აქვს საუბარი 100 მილიონი 250 მილიონი აქ ერთ-ერთი მოსაზრებაც არის იმასთან დაკავშირებით რომ ერთ-ერთი რაღაცნაირი ქუჩის ბიჭი ქვეყნიდან გაშვებული ყავდათ იმიტომ რომ 9 მილიარდი ჩამოეტანა იმიტომ რომ რაღაცნაირად ფიქრობდნენ და გამოძიებას ეჭვი ჰქონდა რომ ის იყო შენილი ვის ეს საუბრობთ ეს არის ერთ-ერთი დათო მიქაძე თავის დროზე, როდესაც ქვეყნიდან გაუშვეს, რომელიც არის სუსის ყოფილი უფროსის საქმეში, ეგრეთ წოდებულ კოლ-ცენტრებში, საუბარი იყო იმაზე, რომ 9 მილიარდი უნდა ჩამოეტანა. მანამდე ვიდრე მიზმას დააყავდნენ, შემდეგ უკვე სხვა საქმეზე. ანუ რისი თქვა მინდა ახლა, რაზე მინდა ხაზგასმა, ამ მასშტაბების ფულის მოპარვის ხელისუფლება, რომელიც არც კი მალავს, რომ მისი წარმომადგენლები ფულს იპარავდნენ და იმ შემთხვევაში აკავებენ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენ ხო სხვაგვარად გვსვენია ესეც მოდი დავიწყოთ იმით რომ ტელეკომპანია პირველი შაბათის ნოდარი მელაძის და თქვენმა გამოძიებებმა თუ რამე გააკეთეს რის გამოც თქვენ გეძახეს უნამუსოები მატყუარები რის გამოც ქალაქის მერით დაწყებული დამთავრებული სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესე თვალებში გიყურებდნენ და გეუბნებოდნენ რომ შეხარ მატყუარა მე შენ ინტერვიუს არ მოგცემ დღეს ყველა საქმე სწორედ ამ თქვენს მიერ მომზადებული რეპორტაჟებით გაიხსნა მას შემდეგ მე თქვენთან გავიგე პირველად მიქაუტაძის ცოლის 35,000 ლარიან ტორტის შესახებ და არა მხოლოდ, რომელიც დღეს უკვე ბრალდებულია, მაშინ ქართულ ოცნებას წარმოადგენდა. ანუ პირველი ის რომ აღმოჩნდა, რასაც თქვენ საუბრობდით, იყო მართალი და მეორე ის აღმოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას ყავდა მართავდა კორუმპირებული ფულის მონა ხელისუფლება წლების განმავლობაში. მესამე, ვის აკავებენ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვის ფულის მიტანაზე გამოძიებას რა ინფორმაციაც აქვს, იმ ოდენობის ფულის მიტანაზე ამბობს უარს. თორე ფული ვინც მიიტანა მართლმსაჯულებას დაუსხლდა და ისინი ციხეში არ არიან. და ამ პირობებში ქართული ოცნება ციხეში კეტავს პრეზიდენტს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც ედაობა 9 მილიონს. ანუ 9 მილიონის ყავას სვამენ მონაკოში წასული მოღალატე ქმრები, რომლებიც უბრალოდ დადიან ესე დასასვენებლად, ერთ დასვენებაში ხარჯავენ 9 მილიონს. რომელიც შემოსავლის წყარო კიდევ რა არის იმ 9 მილიონის კაცმა არ იცის. იმიტომ რომ საეჭვოა ის პირები, რომლებიც მათთან ერთად დადიან ამ მონაპოებში. მე ვსაუბრობ მაღალი რანგის პირებზე, საკანონმდებლო ორგანოდან. ანუ ეს ხელისუფალი მეუბნება მე იმას, რომ მე საქართველოს პრეზიდენტს, მაშინ როდესაც პროკურორი ფარცხალაძის პირობებში საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვაკავებ, რომელიც დღეს ბრალდებულია შეკვეთილი მკვლელობებისთვის, ბრალდებულია ევროპელი მოხუცების გაძარცვისთვის. ჩვენ საქართველოს ისტორიას ასეთი რამ არ ახსოვს. რომ უმაღლესი არ ვიცი ადამიანი რომელიც უნდა იძიებდეს დანაშაულებებს ჯერ ერთი რომ გაქცეულია რუსეთში მეორე რომ რუსეთის გვარს იღებს რუსულ გვარს იღებს ანუ უარს ამობს ქართულობაზე და მესამე ბრალდებულია ყველაზე მძიმე დანაშაულებებს შეკვეთილი მკვლელობა არ ვიცი ხა მაგაზე მძიმე დანაშაულება თუ არსებობს ანუ ეს არის ის რეალობა რა რეალობაში ჩვენ ცხოვრობთ და რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელ სასამართლოს ისეთ რა არის როდესაც უკვე რაღაცა ის დეტალების გარკვევა მიდის უფრო მეტი სასაცილო დეტალია ხა წარმოიდგინეთ პროკურორი ამ ქვეყნის პროკურორი. იმ მხარის პროკურორი, რომელზეც მე თქვენ უკვე გესაუბრეთ. გვესაუბრება იმაზე, რომ თურმე ჰილარი კლინტონს, მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი გაუმასპინძლდა რეგულით, თურმე ტრამპს გაუმასპანო ხახნო, წარმოგიდგენიათ რა ბრალდება ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა ბიუჯეტის საჭირო თანხების მობილიზება მოახდინა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურშიო და აქედან აფინანსებდა ამ ყველა ღონისძიებას, რომელიც და რა ვიცი, საკუთარ საჭიროებისამებრ განსაზღვრავდა. დღეს რამე ახალი გავიგეთ, რითაც სააპელაციო სასამართლოში ბრალდება დაამტკიცებდა, რომ ეს ხარჯები ოფიციალური ვიზიტებისთვის კი არ იხარჯებოდა, არამედ პირადი მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ეს უნდა იცოდეს მაყურებელმა. მიხეილ სააკაშვილს არავინ არ ედაბება, რომ მიხეილ სააკაშვილმა ეს ფული სახლში წაიღო განსხვავებით ღარიბაშვილებისგან, გომელაურებისგან და ასე შემდეგ. გომელაური არ მე მგონი გვარი შემიშალა. რა გვარი იყო სუსის უფროსი. ლილუაშვილი. ლილუაშვილი განსხვავებით ამ ადამიანებისგან, მიქაუტაძეებისგან
და ასე შემდეგ აღარ ჩამოვთვლი ხა ჯუანშერებისგან. მიხეილ სააკაშვილს არავინ არ ეუბნება რომ ეს მან სახში წაიღო. მიხეილ სააკაშვილს ეუბნება რომ არამიზნობრივი იყო ხარჯვა. არამიზნობრივი იყო ლეხ კაჩესკის საფლავზე მიტანილი თაიგულის გვირგვინი. არამიზნობრივი იყო ტრამპისთვის გამასპინძლება. არამიზნობრივი იყო მაშინდელი უკრაინის პრეზიდენტისთვის თაფლით გამასპინძლება. თაფლი წერია ხა ვინმეს არ ეკონოს რომ ეს თვით შემოქმედება არ ეკონოთ. ესე წერია საქმეში. ანუ ეს ადამიანები და რატომ გვიკვირს? ეს არის ის ქართული ოცნება, რომლებიც ყველა ამ ჩემ ჩამოთვლილ ადამიანებს deep states ქვეყნის მოღალატეს ერის ჩვენი სამშობლოს მტრებს ეძახის და საკმარისია რომელიმე ქვეყნის ელჩთან ერთად დაგინახოს საბოტაჟის მუხლით საქმეს აღიძრავენ, ანუ სინამდვილეში რა საერთო პოლიტიკაც არის, ის არის ერთ-ერთი დეტალი, ეს ბრალი არის ერთ-ერთი შემადგენელი დეტალი, ხო მათთვის სამშობლოს ღალატია ასეთი. ნანუკა, როდესაც ლაპარაკობთ შურის ძიებაზე, სააკაშვილის საქმე იქნება ეს თუ სხვა პოლიტიკური ნაწილები, პოლიტიკური საქმეები, მოდით სააკაშვილის საქმეზე ვკონცენტრირდეთ. ეს შურის ძიება შედგა. წლებია მიხეილ სააკაშვილი, თუ ეს შურის ძიება ასეთი მაშინ შედგა, ის გისოსებს მიღმა გამოკეტილი, მას თავისუფლება აქვს აღკვეთილი, ბრალი ბრალზე ემატება და ნუ არ ვიცით კიდევ რამდენი წელი შეძლებს ქართული ოცნება, რომ მესამე პრეზიდენტი იყოს ციხეში. ახლა რეალურად რა მიზანი აქვს, როდესაც ლაპარაკობთ ეგრეთ წოდებული ზარალის ანაზღაურებაზე. ეს არის კონკრეტული მიზანი, რომელიც ოჯახის ქონებას, დღეს გაიჟღერა უნივერსიტეტის საკითხმაც, რომელიც შესაძლოა იყოს სამიზნე. ის ზუსტად ამაზე მინდოდა ახლა საუბარი და გადასვლოთ ჩემი აზრით დღეს ახალი რაც გავიგე და მე ვფიქრობ რომ მიშას ვარაუდი და ეჭვის ძალიან სწორი და ლოგიკურია თქვენ იცით რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო კანონი რომ იმ შემთხვევაში თუ მაგალითად თქვენ მიან ნებისმიერი ადამიანი ქონებრივ ზარალს ან ფინანსურ ზარალს მიაყენებს ხელისუფლება სახელმწიფოს ეს თუ ვერ ანაზღაურდება თქვენიან ჩემს მიერ ქონებით და ნებისმიერი ადამიანის ქონებით რომელიც იქნება ბრალდებული უნდა ანაზღაუროს ოჯახის წევრის ქონებით მათ შორის დედა მამა და ასე შემდეგ სხვათა შორის მე თავის დროზე ვფიქრობდი რომ ეს კანონი ბაჩიაშვილისთვის მიიღეს და მე დღესაც იგივე აზრზე ვარ იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ბაჩიაშვილზე თუ რამე მიმუშავა ერთ-ერთი ეს კანონი იყო მაშინ როდესაც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ მისი მშობლები მისი დედა მისი მამა და ასე შემდეგ რატომაც შემდეგ წავიდა იმ გზით რა გზით წავიდა თუმცა მე მას უსურვებ არ ვიცი წარმატებას და ნებისმიერ შემთხვევაში ხო ეს არის ნებისმიერ შემთხვევაში თავისუფლების მოპოვება მისთვის იყო ეს სწორი აბსოლუტურად მისაღებია ადამიანებად თავად უნდა გადაწყვიტონ რა დუღირთ თავისუფლება მაგრამ მეორე საკითხია რომ მიშას მე ვფიქრობ რომ აქვს გონივრული ეჭვი იმიტომ რომ თქვენ იცით რომ მიშას ქონება საქართველოში არის კახეთში მისი საკუთარი საკმაოდ მცირე ზომის სახლი რომელსაც არაერთი საერთაშორისო დონის სტუმარი მიუღია დაწყებული თქვენ ყველას გახსოვთ მაკეინი დამთავრებული არ ვიცი აი ნებისმიერი მაღალი რანგის სტუმარი, რომელიც ამ ქვეყანაში ჩამოსულა, მიშას მაკახეთის სახლში მიუღია და ეს იყო რაღაცა ერთგვარი სიმბოლო იმისა, რომ ეს იყო რაღაცა ერთგვარი რუტინა, რომ ოფიციალური მიღებების შემდეგ სტუმარი მიდიოდა იქ, მონაკოს პრინცით დამთავრებული. მაგრამ ის მეორე ქონება, თავარი ქონება, რომელიც მიშას აქვს, არის უკრაინაში. მე ნაკლებად მჯერა ახლა იმის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას უკრაინა დაუკმაყოფილებს რამე მოთხოვნა საერთოდ და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის ქონების კომპენსაციას და შესაბამისად ეს საკითხი ალბათ გავა იმაზე რომ დედას გიული ალასანიას მოსთხოვენ ყველაზე ძვირადღირებულ ყველაზე მნიშვნელოვანს მისთვის ოღონდ აბსოლუტურად სხვა დატვირთვით მაგრამ ქართული ოცნებისთვის მხოლოდ ფულად ღირებულება აქვს იმ უნივერსიტეტს რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი საქართველოში და შესაბამისად მიშამ დღეს გამოთქვა გონივრული ეჭვი რომ ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ მე ვერ ანაზღაურებ საქართველოს უნივერსიტეტის ჩამორთმევა მოხდეს? კი, რომ მოხდეს საქართველოს უნივერსიტეტის ჩამორთმევა და მართლა არ ვიცი სირცხვილი და მე ვფიქრობ რომ ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან ისეთი მძიმე წითელი ხაზი რომელსაც ისინი გადაკვეთავენ იმ თვალსაზრისით რომ შენ ადამიანს ჩამოართო უნივერსიტეტი იმის გამო რომ ფინანსური ზარალა ჯერ ჩაუთვალო თანხა და მე აუნაზღაურო შვილის გამო მე ვფიქრობ ეს რაღაცა ბრძოლის ახალი ფრონტი იქნება მადლობა ნანუკა ჟორჟოლიანს უსმენდით ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში